მოგესალმებით ბავშვებო, ახალგაზრდებო. მოკლედ ჩვენ ახლა სვიჩზე გადავედით უკვე და რაღაცები გავაკეთეთ. მაგალითად პაროლი გავუკეთეთ, ესე დაუყენეთ. მოდით ახლა გავარჩიოთ ვირტუალური ლანი. ანუ ეს რა არის? სვიჩი შეიძლება იყოს მრავალი კომპიუტერი ჩართული, ну, პრინციპში 24 კომპიუტერი, ზოგს უფრო მეტი, მაგრამ ну, მოდი ავიღოთ 24, ჩავთვალოთ რომ 24 ერთვება სულ და ეს 24 კომპიუტერი შეგიძლიათ გადაანაწილოთ და ჩასვათ სხვადასხვა ვირტუალურ ქსელში. ისე რომ ერთმანეთი ვერ დაინახონ. ну, მაგალითად არის ზოგჯერ სიტუაცია, როდესაც საჭირო არის აი თქვა რამოდენიმე დეპარტამენტი გვაქვს და აი იქ გინდათ რომ აი ეს სხვა დეპარტამენტის კომპიუტერები ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. ну აი მაგალითად ავიღოთ ანუ კონტროლს დააჭირეთ, მე აი თქვა ეს არის თქვა საფინანსო და აი ეს არის მაგალითად ნოუთბუქები, ну თქვა დეველოპმენტის დეპარტამენტის, ну ესეთნაირად. ხო, ეხლა ავირჩიოთ სვიჩი. აი გადართავთ და აი ესეთი არის სვიჩი. так, და რა თქმა უნდა კონტროლს დააჭირეთ და აი აქ მივაერთოთ ახლა ეს ყველაფერი შევაერთოთ. რა თქმა უნდა IP მისამართები ჯერჯერობით გვაქვს სტატიკური და სტატიკური IP მისამართები მივანიჭოთ 192 და 1 ეს იყოს ეს. так. ამასაც მივანიჭოთ. ეს იყოს 02. ეს არის უკვე 03. 03. ეს არის 04 უკვე. 04, ესე. და ეს არის უკვე 05. 5 კომპიუტერი გვაქვს სულ. так, ой. 05, ესე. ну, პრინციპში ეხლა ჩვენი მოვალეობაა რომ ისე გავაკეთოთ ქსელი რომ აი ეს ორი კომპიუტერი PC ვერ ხედავდეს დანარჩენ ლეპტოპებს და ლეპტოპები ვერ ხედავდნენ აი ამ PC-ს. ანუ თვითონ PC ერთმანეთს ხედავდეს, მაგრამ და ლეპტოპები ერთმანეთს ხედავდნენ. ანუ ერთმანეთს უკვე ანუ ვეღარ აი ეს მხარე, მარჯვენა მხარე ვერ ხედავდეს მარცხენა მხარეს და მარცხენა მარჯვენას. აი ესეთი ვარიანტი უნდა გავაკეთოთ. ну ამისათვის შევიდეთ აი ამ switch CLI და ეთერს დაარტყით და ну აი აქ ვართ მოკლედ. ეხლა იმისათვის რომ ვირტუალური ლანი გავაკეთოთ, ანუ გაყოფა. უი მანამდე მინდა გითხრათ რომ აი აქ რომ მიიტანთ. აი ყურეთ 24 არის ჩვეულებრივი fast ethernet-ი და არის gigabit ethernet-ი, ანუ სულ არის 26 რა მოკლედ რა და ეს 26 არის ჩასმული virtual LAN 1-ში. აი ეგრევე default-ად. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ ვირტუალური ლანი 2 და 3 და ნუ დავარქვათ რაღაცა სახელი, არ აქვს მნიშვნელობა. აი უნდა გავაკეთოთ რა. მე აი დაეწერება აი ველანი რომ არის სვეტში, აი დაიწერება მე ანუ რომელ ვირტუალურ ლანშია თითოეული. ну ახლა ყველას აწერია რომ ერთი, ანუ ეს არის ვირტუალური ლან 1-ში ჩასმულია ყველა. ну მოდით შევიდეთ ახლა CLI-ში და გადავიდეთ პრივილეგირებულ რეჟიმში, მე გადავიდეთ უკვე გლობალური კონფიგურაციის რეჟიმში. ანუ config და terminal term. ну შემოკლებული ვარიანტი ვიყენებთ. ეხლა აქ არის ბრძანება, რომელიც ვირტუალურ ლანს აკეთებს. ახლა enter-ს ვარტყავ მე. აი ეს არის ვირტუალური ლანის შექმნა. აი აქ ავიღოთ ეს და ну რიცხვს მივუთითებ. ну თქვა 2.
თან როცა ქმნი შედის უკვე აი ამ რაღაც დამატებითი პარამეტრები რომლის ხა მაგალითად არის name და აი მოკლედ აი ამ name-ს გამოვიყენ რამე დავარქვათ რავი ეს იყოს საფინანსო აი საფინანსო ხო რა საფინანსო აქიან უკვე გამოვიდეთ exit-ით და კიდევ გავაკეთოთ ველან 3 ანუ აქაც name-ები შეურჩიოთ ეს იყოს development-ი და გამოვიდეთ და პრინციპში აი ეს ველან ვირტუალური ლანი 2 და 3 შეიქმნა თავის სახელებით დავარქვით. ეხლა უნდა ავიღოთ და თვითეული პორტი, ანუ პორტზე არის აი მასზე switch პორტი, უნდა უთხრათ რომ აი switch პორტზე ვინც კი არის ჩამოკიდებული, არის მოკლედ ველან უთხრათ 2-ში ან 3-ში. ხო, ამისათვის ჩვენ გვჭირდება აი ესეთი ბრძანება. აი ეს ინტერფეისი. ეს ინტერფეისი ახლა აი ჩავხსოვთ ინტერფეისი და მე fast ethernet-ია. აი ეს არის აი ინტერფეისი fast ethernet და მე უკვე უწერთ რომელი ანუ 0.1-ია სუპირველი აი ეს პორტი რა. ანუ ახლა შევდივართ აი ამ პორტის ესე ვთქვათ კონფიგურაციაში საკმაოდ ბევრი ბრძანებებია, მაგრამ ჩვენ გვინდა switch პორტი. ესა switch პორტი. ეხლა ამ switch port უბრძანებით mode access-ში არის ესეთი mode access და მე ანუ ესე იგი ჩვენ ანუ ვაპირებ კონფიგურაციას აი მაგისთვის არის საჭირო ეს და მე აქ უკვე access VLAN და რომელში უნდა ჩასვაგვიდეთ აი ესე გავწიოთ ანუ VLAN ვთქვათ 2-ში ჩავსვათ ეს პრინციპში უკვე ჩაისვა და თავიდან გავაკეთოთ ახლა ისევ ინტერფეისი უკვე მეორე პორტი აქ უკვე switch mode access მერე switch გაესა всё უკვე ესეც უკვე ჩავსვით მეორე პორტი ახლა გადავიდეთ მესამე პორტზე მესამე პორტი ანუ ეს არის ეს პორტები არის switch-ის პორტი აქ switch-ის პორტზე გადავიდეთ და მერე აი აქ mode access-ი და მერე უნდა მივცეთ რომელი ანუ უკვე მესამეში იყოს ეს კომპიუტერი პორტი გამოვიდეთ აქედან ეხლა დაგვჭა კიდევ მეოთხე აქაც switch port access LAN access mode access-ი და მერე უკვე ჩავსვათ მესამეში exit ანუ ძალიან სწრაფად ხდება პრინციპში ახლა მე ბრძანებები უკვე რომელიც არის აკრეფილი აი ეს ღილაკები რომ არის კლავიატურაზე ისრები აი მაგას ვაჭერ და აი ეს ბრძანებები ისე გამოვყავს ანუ ერთხელ ვაკრიფავთ პრინციპში უკვე ერთი და იგივე თუ არის შესასრულებელი ძალიან მალე აკეთებთ ამიტომ აი ეს მესამეში ჩავსვათ და აქედან გავიდეთ აჰა თქვათ შეგიძლიათ ეგრევე პაროლის დავადოთ პრინციპში ანუ პაროლი სტადება არის აი ეს აი ეს არის აი აქ ავკრიფავთ ამას და არის ორი ვარიანტი ანუ აი ეს არის ყველაზე ჯიგრული თუ აქვს ამის საშუალება თუ არა და ხარ სიზავთ ამას დაადებთ და აქ ავკრიფოთ 1 2 3 4 5 6 ესე პრინციპში უკვე ყველაფერი სათარი ეხლა აქედან გლობალური კონფიგურაციის რეჟიმიდან გამოვიდეთ და გვინდა ეხლა write ანუ write ესე მოკლედაც იწერება write memory ანუ ეს კონფიგურაციები რომ ჩაწეროს რა
ნუ მემორის არ დავწერთ და მე გამოვიყენებ ახლა ძალიან ესე ვთქვათ შემოკლებულ ვარიანტს. აი პრინციპში უკვე ყველაფერი რიგზეა და შეგვიძლია რებუთი გავაკეთოთ. reload. ესე ახლა ის უცბად ესე ვთქვათ ჩაირთვება. ნახოთ. ოპა, შეახლა. შეგვიძლია უკვე ერთადერთი აი სანამ სიმულაციას გავუშვებთ, აი ეს დააჭირეთ, რომ ეს ყველა ფერი რიგზე იყოს, აი ეს უკვე სიმულაციის ცოტა გამოვწიოთ, რომ კარგად დავინახოთ ყველაფერი. всё, აი ეგ არის. ნუ პრინციპში აქ უკვე შეგვიძლია გავაგზავნოთ პაკეტი, ანუ დავპინგოთ ესე რომ ვთქვათ, გავუშვათ სიმულაცია. აი მოვიდა აქ ERP პროტოკოლი მოვიდა აქეთ აღარ აგზავნის, იმიტომ რომ ნუ ცალკეა უკვე ეს სამი ნოუთბუქი ცალკეა ვირტუალურ ქსელში და ესეც ცალკეა. ფიზიკურად კი არ მიერთებული, მაგრამ თვითონ სვიჩი აკეთებს ისე რომ თითქოს ნუ ვირტუალურია ეს ყველაფერი. ეხლა ეს უკვე აღარ გვინდა, მოდით ეხლა აი აქ ნოუთბუქები ანუ დეველოპმენტის მხარეც ვნახოთ. დეპარტამენტში რა ხდება? აი აქეთ აღარ გადაიგზავნე. აი უყურეთ ორი წამოვიდა აქ. ანუ აი ეს ნოუთბუქები ისე მუშაობს თითქოს ცალკე ქსელშია და ხედავთ რომ მართლაც ასე. ახლა ეს ERP პროტოკოლი მივიდა, ახლა ICMP-ის გაგზავნის. აი აქ. ნუ პრინციპში ეგ არის სულ რაც ერთადერთი აი აქ არის, აი შეხედეთ, ანუ fast ethernet 1-ია მეორე LAN-ში, fast ethernet 2-იც არის მეორეში, მესამე, მეოთხე და მეხუთე მესამე არის, მესამე VLAN-შია. აი მივიდა ICMP უკვე აქაც. ახლა ერთადერთი კიდევ აი ეს დავტესტოთ, აი აქიდან აი აქ თუ მოვა. თუ დაპინგავს. ნახოთ. არა, შანსი არ არის, ახლა всё. მოკლედ აი ეს არის სულ შემოკარგებო, ანუ ასე უნდა შექმნათ ვირტუალური LAN-ი. და ნუ ძალიან მაგარია, ჩემი აზრით. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გაიმეორო, თავიდან დააწყეთ ხოლმე, იმიტომ რომ როდესაც თავიდან დაწყობთ, ანუ ის რაც ჩვენ გავიარეთ უკვე იმას გადიხართ გინდა თუ არა, და ამიტომ ნუ დამახსოვრების მომენტიც არის, ანუ გამახსოვრდება ძალიან კარგად. ამით მე დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.